I don't have to use force. I don't want to use force. I won't use force. პრეზიდენტი ტრამპი ამბობს, რომ გრენლანდიის მისაღებად ძალას არ გამოიყენებს, ამის გაკეთება არ სურს და არ სჭირდება. დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას თავადაც აღნიშნა, რომ ეს არის განცხადება, რომლის მოსმენასაც მისგან ბევრი ისურვებდა და ბევრი ელოდა. We never ask for anything. ჩვენ არაზოს არაფერი გვითხოვია და არაზოს არაფერი მიგვიღია. ალბათ ვერაფერს მივიღებთ თუ არ გადავწყვეტ ჭარბი სიძლიერე გამოვიჩინო და ძალა გამოვიყენო. რა შემთხვევაშიც გულწრფელად რომ თქვა, ვერავინ შეძლებს ჩვენ შეჩერებას, მაგრამ ამას არ გავაკეთებ. ეს ალბათ უმნიშვნელოვანესი განცხადებაა, რომელიც გავაკეთე, რადგან ხალხი ფიქრობდა, რომ ძალას გამოვიყენებდი. ძალის გამოყენება არ მჭირდება, არ მინდა ძალის გამოყენება, ძალას არ გამოვიყენებ. ახლა მათ აქვთ არჩევანი, თქვენ შეგიძლიათ თქვათ დიახ და ჩვენ ამას ძალიან დავაფასებ. ან შეგიძლიათ თქვათ არა. და ამას დავიმახსოვრებთ. დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ ისაუბრა შეერთებული შტატების უსაფრთხოებისთვის გრენლანდიის მნიშვნელობაზე და თქვა, რომ ძლიერი ამერიკა ნიშნავს ძლიერ ნატოს. მისი თქმით, ეს სწორედ ის არის, რისთვისაც, როგორც თავად თქვა, დაუღალავად მუშაობს. პრეზიდენტი ტრამპი მიიჩნევს, რომ შეერთებული შტატები არის ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც გრენლანდიის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლია. I have tremendous respect. უდიდეს პატივისცემ გრენლანდიელ და დანიელ ხალხს, მათ მიმართ უდიდესი პატივისცემა მაქვს. მაგრამ ნატოს ყველა მოკავშირეს აქვს ვალდებულება ჰქონდეს უნარი დაიცვას საკუთარი ტერიტორია. ფაქტია, რომ არც ერთ ცალკეულ ქვეყანას ან ქვეყნების ჯგუფს არ შეუძლია გრენლანდიის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, გარდა შეერთებული შტატებისა. ჩვენ უდიდესი ძალა ვართ, უფრო დიდი, ვიდრე ამას ადამიანები აცნობიერებდნენ. მათ ეს 2 კვირის წინ ვენესუელაში ნახეს. სიტყვით გამოსვლის შემდეგ პრეზიდენტმა ტრამპმა ამჯერად უკვე ჟურნალისტებთან საუბრისას კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ის გრენლანდიაში სამხედრო ინტერვენციას არ გეგმავს. მისი სიტყვით გამოსვლიდან ირკვევა, რომ პრეზიდენტის ამბიციები უცვლელი რჩება. ეს იყო პრეზიდენტ ტრამპის განცხადებაზე დანიის პირველი ოფიციალური რეაქცია. დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა რასმუსენმა თქვა, რომ კარგია, როდესაც პრეზიდენტი ტრამპი ამბობს, რომ არ გეგმავს სამხედრო ინტერვენციას გრენლანდიაში, მაგრამ ისიც თქმით ეს პრობლემას არ წყვეტს. დანია კიდევ ერთხელ გამოთქვას მზადყოფნას გრენლანდიის საკითხზე შეერთებულ შტატებთან დიპლომატიური ჩართულობა გააგრძელოს, თუმცა ასევე ამბობს, რომ დანიას ამ საკითხზე მსჯელობისას თავისი წითელი ხაზები აქვს. დღის წესრიგის მიხედვით პრეზიდენტმა ტრამპმა დავოსი ხუთშაბათს უნდა დატოვოს. შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის შესახებ ანალიზისა და ინტერვიუების სანახავად გვეწვევთ ჩვენს ვებგვერდზე. ქართლ შარაშერიძე, Independence Avenue Media, Washington.